აი მეგობრებო, როგორც ხედავთ, გადავინაცვლეთ ავტომობილში FM ტრანსმიტერი შეერთებულია კვებაზე, როგორც ყველა დანარჩენი. ეხლა არის Bluetooth რეჟიმზე გადართული და აწერია სავარაუდოდ პაუზა. რაც შეეხება რადიო სიხშირეს, რა სიხშირეზე უნდა გადავიყვანოთ? ჩემი არის იაპონური ავტომანქანაში სამამსადი იაპონური მაგნიტოფონი მოყვება და აიღო 88 და 0-ზე. ხმას რაც შეეხება, აშკარად ისმის შიშინის ხმა დინამიკებში, ანუ ეხლა როგორც ხედავთ, მუსიკები არაფერი არ არის ჩართული. არ ვიცი რამდენად გესმით ხმა. შეგვიძლია ასევე როგორც გითხარით, ჩავდოთ აი ეს დებარათი, ანუ ჩავწეროთ ამ ეს დებარათში მუსიკები, შესაბამისად შევაერთებთ და რადიოს სიხშირით შეგვიძლია მივიღოთ ამ მოწყობილობით მუსიკა. გარდა ამისა, როგორც გითხარით, აქვს ასევე Bluetooth-ი და შეგვიძლია ასევე Bluetooth-ით დავუკავშიროთ ტელეფონს მაგალითად და ჩავთოთ ნებისმიერი ვიდეო ან აუდიო ტელეფონში და შესაბამისად ჩვენ გავიგონებთ ამ ხმას მანქანის დინამიკებში. აი მაგალითად ჩემს ერთ-ერთ ვიდეოს ჩავთავ. აი მაგალითად ეს. აი როგორც ხედავთ, თუ აუწევთ. ეს არის GT channel. ეს თავაზობთ ერთ ამანათს გიარბესტიდან. ამანათი გამოიყურება აი ასე, როგორც ხედავთ, საკმაოდ მოცულობითია, დიდია. დაახლოებით წონაში ადგენს 1 შეგვიძლია დავაპაუზოთ კილოგრამს, თუ ციფრებს კარგად ხედავთ. მოდიოდა ნიდერლანდებში. რაც შეეხება ყველაზე მაქსიმალურ ხმას, როგორც ხედავთ, აშკარად ჩანს შიშინის ხმა. მოდით ახლა რაც შეეხება აი ამ რილაქს, ესეც ბარიღამ გავტესტოთ. როგორც მოიხსენებათ თქვენ ტელეფონი დაკავშირებული ამ მოწყობილებას, შესაძლებელია უპასუხოთ შემოსულ ზარებს ამ მოწყობილების დახმარებით. აი მაგალითად დაუკავშირდით საქართველოს ფოსტას. ქართული ენის ასარჩევად აკრიფეთ 1. You have reached the Georgian Post Call Center for English. ვაწვევით აი ამ რილაქს. და შესაბამისად გაითიშება. ანუ ეს საკმაოდ კომფორტული, არ ვიცი ვის შეიძლება გამოადგეთ, უბრალოდ ერთადერთი რაც ხარისხში დავიწუნებდი არის ის, რომ უკან აშკარად ისმის შიშინის ხმა და როგორც ვიცი, ყველა FM ტრანსმიტერს ესეთი პრობლემა აქვს. თუ სურვილი გექნებათ შეძენის, მული იქნება აღწერაში.